როგორც მოგეხსენება დაახლოებით 7:30-ისთვის საპოლიციო დანაყოფები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გადმოსწრივ რუსთაველის გამზირზე გადმოვიდნენ. მათ დაიკავეს ეს პოზიცია, თუმცა ახლა როგორც კადრში ხედავთ, მათ დატოვეს ტერიტორია. როგორც აქციის მონაწილეებიც აცხადებდნენ და ჩვენს დავინახეთ, პოლიციის კორდონის მიღმა იყო ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ და ეს აისახა საპოლიციო დანაყოფების მობილიზებაზეც. მათი ნაწილი ჯერ მოიხსნა და გადაინაცვლეს მათ 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით მთლიანად მოიხსნა კორდონი. ახლა როგორც თქვენ კადრში ხედავთ, საერთოდ პოლიციური დანაყოფები აღარ არიან რუსთაველის გამზირზე. და რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, აქციის მონაწილეები შეძახილებით აცილებდნენ პოლიციელებს, სტვენით აცილებდნენ პოლიციის წასვლამ მოწონება დაიმსახუროთ, ასე ვთქვათ, მიესალმნენ აქციის მონაწილეები, რომელიც უკვე მე-17 დღე არის რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარედ საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია მშვიდობიანად ვითარდება, მშვიდობიანად გრძელდება და როგორც ისინი აქციის მონაწილეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ეს დაძაბული სიტუაცია, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რაც უკავშირდებოდა ამ კონტრაქციას და პოლიციური დანაყოფების გადმონაცვლებას, არის პირდაპირ პასუხისმგებლობა ხელისუფლების. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. ხალი მოსული ვიყავით, შემთხვევით მოვხვდით სავარაუდოდ ოცნების მხარდამჭერებთან და მერე ამოვედით აქ და კორდონი იდგა ჩვეულებრივად, მერე გაიხსნა, შეგვიშვეს, მერე ისევ დაიკეტა, არ ვიცი რასთან დაკავშირებით. რაც ხდება ქვეყანაში არის ფარსი. აი ფრანც კაფკას პროცესში რაც ხდება აბსურდის თეატრია, ზუსტად ეს ხდება ახლა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ. და პირველი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება, რაც ყველას გსურს და პოლიტიკურების განთავისუფლება, იმიტომ რომ აბსოლუტურად საფუძვლოდ არის ეს ხალხი დაჭერილი. ერთ მხარეს დგას ძალოვანები, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მეორე მხარეს არის ქართული მოსახლეობა. არ ვიცი ვის იცავენ, ვისგან იცავენ, ქართველები ერთმანეთს დააპირისპირეს, საშინელი სიტუაცია, არ ვიცი. რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს. ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ რომ მდგომარეობა არის უკიდურესად, აი მძიმე და აუცილებლად უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ესეთი რამე არ უნდა იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ესეა და ძალიან ცუდია ეს. ქვეყნისთვის არის ცუდი. ახალი არჩევნები. ხელისუფლებაზე მთელი პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაზე, სხვა არა. სავარაუდოდ კორდონის შექმნეს უბრალოდ თავდაცვისთვის რა. რომ რაღაცა შეტაკებები არ მომხდარიყო. პროვოკაციებსაც ველოდებოდით და არაერთი იყო ხათაშორის დღეს და სავარაუდოდ ამის თავიდან ესაცილებლად განან აქ. საქართველოს დღეს ნამდვილად არ აქვს ესეთი პერიოდი დამდგარი, რომ რაიმე აღსანიშნავი დღესასწაული აღნიშნოს. შესაბამისად, საერთოდ არ მგონია სწორი დღეს ნაძვისხის ანთება. რაღაცა ჩვენი მერის მტკიცებით ფორუმში ნათქვამი, რომ აქტივისტები ხელს ვერ შეუშლიდნენ და ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ და რომ ისინი აუცილებლად აანთებდნენ ნაძვისხეს, როგორც ჩანს, უკან წაიღო დღევანდელი განცხადებით. და როგორც ყოველთვის და ყოველდღიურად ეს პოლიციელები არიან ოლიგარქის და მისი დამქაშების პირადი დაცვების როლში. მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო ძალები, ასე ვთქვათ, შემცირდნენ რუსთაველის გამზირზე, მე მინდა ოპერატორს ხო გაჩვენოთ, ისინი მათი ნაწილი კვლავ რჩება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილი, რომელიც სადაც არის აღმართული ნაძვისხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით და პოლიციური დანაყოფები ამ ადგილს იცავენ. ახლა აქ არიან და არაძლევენ აქციის მონაწილეებს, რომ შევიდნენ უშუალოდ ნაძვისხის ტერიტორიაზე. ასევე საპოლიციო დანაყოფები რჩებიან ჩიტაძის ქუჩაზე. გადაკეტილია 9 აპრილის ქუჩაზე, ჩიტაძის ქუჩის გაგრძელება და არიან რამდენიმე წყები პოლიციური კორდონი გამაგებული. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, აქციის მონაწილეთა კონცენტრირება ძირითადად არის პარლამენტის წინა მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე და ისინი მშვიდობიანად აგრძელებენ პროტესტს, რომელიც უკვე მე-17 დღეა გრძელდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ.